რუსეთის ფერჩაფხუტიანების კოლონა ზუგდიდის ქუჩებში წუხელგვიან ღამით გამოჩნდა 6 ჯავშან ტრანსპორტიორითა და საბრძოლო მასალით დატვირთული 42 მანქანა მენგურის ხიდი ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად გადმოკვეთა. ათობით შეიარაღებული პირი ღამის 2 საათზე ზუგდიდელების ეზოებშიც კი შევიდნენ. მომხდარს მოსახლეობასთან შეხლა შემოხლა მოხდა. დაფიქსირდა ავტოსაგზაო შემთხვევაც დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავარიაში ეჭვმიტანილი სამხედრო დააკავეს ქალაქის პოლიციის სამმართველოში. კანონდარღვევისთვის აღმოჩნდა კიდევ 16 რუსი სამხედრო შემოწმების დროს მათი დიდი ნაწილი ნასვამი, ნაწილი კი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ფაქტის აღიარების შემდეგ დაკავებულები ურთისამშვიდობო ძალების შტაბის უფროს ალექსანდრე ბელოვს გადასცეს, თუმცა ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე რჩება საგზაო შემთხვევაში ეჭვმიტანილი ერთი რუსი ცისფერჩაფხუტიანი. არსებული ინფორმაციით რუსების გააქტიურება გაეროს ბოლო რეზოლუციამ გამოიწვია. ზუგდიდში მომხდარი ფაქტის გადაღების დროს ჩვენს გადამღებ ჯგუფს უსმა სამშვიდობოებმა ვიდეო კამერა დაუზიანეს და სწორედ ამ წუთებში მამუკა ყურაშვილი ურთის базаზე რუსეთის სამშვიდობო ძალების штабის უფროს ხდება. Добрый вечер. Тут проехала очень большая техника. Откуда техника ехала? Откуда техника? Камеру не трогайте. Убери руки. Гачи. Давай. Ребят, давай быстро, нашел. Да что за то, блядь? ფაქტიურად ნასვამობაც აღიარა. მე როგორც ვნახეო, მაინც და მაინც ფხიზელი არ იყვენო, ესე დააფიქსირა ის მდგომარეობაც, რომ ეს ტექნიკა, რომელიც შემოვიდა ფაქტიურად 42 ერთეული ტექნიკისა ამის საქმის კურსში ფაქტიურად არ იყო თვითონ. К сожалению, я не полномочен давать комментарии интервью. Ну как вы оцениваете? Поэтому я прошу меня извинить. Ну как вы оцениваете поступок? Это нехорошо. შემოწმდნენ სახლებში სამშვიდობო რუსის ბეტერები, რომლებმაც დააშინეს ხალხი, მოსახლეობა, თვითონ იყვნენ ესენი მთვრალები, გალეშილები და ეტაკდნენ ჩვენს მანქანას, სადაც დაშავდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში არის დღესაც.